ამოცანა 1,25. 500-ის რამდენი პროცენტია 352? როგორ გავიგოთ რიცხვის რამდენი პროცენტია მეორე რიცხვი? თვითონ რამდენ პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ მრიცხველში, რის პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ ნიშნელში. მიღებული წილადი უნდა გავამრავლოთ 100%-ზე. ანუ ჩვენ შემთხვევაში 352 უნდა შევაფართოთ 500-თან და გავამრავლოთ 100%-ზე. რო შევკვეცოთ და გავამრავლოთ, მივიღებთ 70.4%-ს. პირველი დამთავრდა, გადავიდეთ მეორეზე. 340-ის რამდენი პროცენტია 68? ანუ რამდენ პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ მრიცხველში, რის პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ ნიშნელში, მიღებული წილადი უნდა გავამრავლოთ 100%-ზე. ანუ ჩვენ შემთხვევაში 68 უნდა შევაფართოთ 340-თან, გავამრავლოთ 100%-ზე, მივიღებთ 2 გამრავლებული 10-ზე რო შევკვეცოთ და მივიღებთ 20%-ს. გადავიდეთ მესამეზეც. 885.6/1000-ის რამდენი პროცენტი არის 239.112? რამდენ პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ მრიცხველში, რის პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ ნიშნელში. მიღებული წილადი უნდა გავამრავლოთ 100%-ზე. ჩვენ შემთხვევაში 239.112 დაიწერა მრიცხველში, 85.6 დაიწერა მრიცხველში. წიმე გადავიტანეთ მრიცხველში და ნიშნელში 3 ციფრით მარჯვნივ, მივიღეთ 239.112 შეფარდებული 885.600-თან 100%-ზე რო გავამრავლეთ, მივიღეთ 27. და დაგვჭა მეოთხე. 231.1/6-ის რამდენი პროცენტი არის 97.9? ანალოგიურად ვიქცევით აქაც. რამდენ პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ მრიცხველში, რის პროცენტსაც გვეკითხებიან, უნდა დავწეროთ ნიშნელში. 97.9 შეფარდებული 231.1/6-ზე. 231.1/6 გადავაქციოთ წილადად. ეს 100 მრიცხველზე გავამრავლოთ და მივიღებთ 9706. დიდი წილადის ხაზი შევცვალოთ გაყოფით. 9709 გაყოფილი 1387/6-ზე. ტოლი არის 9709 გამრავლებული 6 შეფარდებული 1387-ზე, ანუ გაყოფა შევცვალეთ გამრავლებით, შევკვეცეთ და მივიღეთ 42%. ასვია 42%.